Biznesიდან პოლიტიკაში წასულ ახალბედა პოლიტიკოსებს პოტენციურ კანონმდებლებს მოვიწვევთ გადაცემაში პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება ჩვენი ჟურნალისტი თელარა გელანტია, რომელიც ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას, სამთავრობო პროგრამებს თუ პარლამენტარების საკანონმდებლო მოღვაწეობას ფეხდაფეხ მისდევდა და აფასებდა ბიზნესმენებთან და ეკონომისტებთან ერთად. თელარა, რამდენად პრობიზნესური იყო ოცნების მთავრობის საკანონმდებლო და სამთავრობო საქმიანობა და რა იყო ის მნიშვნელოვანი შეცდომები, რაც დაუშვა ხელისუფლებამ ამ პერიოდის განმავლობაში გისმენთ. გიორგი, დაახლოებით თვენახევრის წინ, როცა სატელევიზიო გადაცემა დროებით არ ქონდა, საინფორმაციო სააგენტო ბიზნეს კონტაქტის სახელით ვიყავი მოქალაქე ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციაზე და მაშინ სწორედ ამ შინაარსის კითხვა დაუსვით მას და ჩამოვთვალე ყველაზე ხმაურიანი და მნიშვნელოვანი შეცდომები, რაც ბიზნეს გარემოსთვის დადებითი ნამდვილად არ იყო. მაგრამ ივანიშვილმა მაშინ ჩამოთვლილი მაგალითები დამიწუნა. მილიარდერ ექს-პრემიერს გონია, რომ დიდი და ტრაგიკული შეცდომა ეკონომიკურ გუნდს და საერთოდ ოცნების მთავრობას არ ჰქონია. თუ გაანალიზეთ უკვე მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა, რამდენად თანმიმდევრული იყო ოცნების ეკონომიკური პოლიტიკა ბოლო 4 წლის განმავლობაში, რამდენად იყო ის პრობიზნესური, რამდენად ეყრდნობოდა ანალიზს, რადგან მე მახსოვს უკვე ექს-პრემიერის რანგში თქვენი შეფასება, როდესაც თქვით, რომ ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომა და აბსოლუტურად გაუაზრებელი გადაწყვეტილება იყო სავიზო პოლიტიკის გამკაცრება. კიდევ რას მიიჩნევთ დღეს თქვენ ასეთ გაუაზრებელ გადაწყვეტილებებად, რასაც ადგილი ქონდა ბოლო 4 წელი. ეს აქცენტი არ გამიკეთებია, რომ ძალიან გაუაზრებელი და ძალიან დიდი რაღაცა შეიძლება, მაგრამ აქცენტი ალბათ ცოტა განსხვავებული იყო, უფრო მსუბუქი. არ იყო ტრაგიკული ესეც პრინციპში, ძალიან მარტივად მე მგონი გამოასწორეს ესეც. და ჩემ დროს მოხდა თანაც ჩემი პრემიერობის. კი, თქვენი პრემიერობის პერიოდში გაიპარაო, ესე თქვით. ხო, მაგრამ არაფერი ტრაგიკული მაგას არ მოყოლია, უკეთესი იყო რომ უფრო მსუბუქი სავიზო რეჟიმი ქონებოდა ტურიზმის გზასთან დაკავშირებით. ეს პატარა შეცდომა თუ იყო პატარა შეცდომა, ძალიან მარტივად გამოსწორდა. დიდი და ტრაგიკული შეცდომა ეკონომიკურ გუნდს არ ქონია და საერთოდ მთავრობას არ ქონია. თუ თქვენ იცით, მე პასუხს გაგცემთ. აი, იგივე უცხოელებისთვის მიწების მიყიდვასთან დაკავშირებით გამოცხადებული მორატორიუმი, რომელიც გამოცხადდა შემდეგ არაკონსტიტუციურად და დღემდე საკითხი ღია. ხო, მაგრამ ესეც არ არის ტრაგიკული. რა თქმა უნდა, ესეთი კითხვები არის და კიდევ იქნება, სხვა კითხვები შეგიძლიათ დაასახელოთ. საბანკო ზედამხედველობასთან დაკავშირებული კანონმდებლობა, რომელიც ასევე საკონსტიტუციოშია და აი, კარგია, თუ კიდევ გაიხსენებთ კი ეს. და რომლის გამოც უკვე რიცხვებში, არ ვიცი თქვენი გუნდი რამდენად ითვლის ამას, მაგრამ რიცხვებში სიტყვაზე 59 მილიონის გრანტი და კრედიტი საქართველოს ვერ მიიღო ევროკავშირისგან პირველ კვარტალში სწორედ ამ კანონის გამო. ხო, არ ვიცი, მაგას ვინ ამბობს ეგრეა, საწერია ეგრე. რა მიზეზით არ მიიღო საწერია? გეტყვით, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა დაგვიდასტურა ეს ყველაფერი ბიუჯეტში წერია. რომ არ მიიღო ამ მიზეზით? დიახ, იმიტომ რომ ანუ სავალუტო ფონდის პროგრამის მიმოხილვა ვერ დასრულების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იყო საბანკო ზედამხედველობის თემა. ხოლო საბანკო ზედამხედველობა დასრულდა, ამიტომ გაჯიანურდა პროცესი თანხების გადმოცემა. იმიტომ რომ დონორებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილია რა ურთიერთობა აქვს ქვეყანას. ბატონო? კითხვა სადაა, არ უნდა ყოფილიყო ეს პროცესი საბანკო ზედამხედველობაში. დიახ, თქვენ რას მიიჩნევთ? მე მახსოვს თქვენი განცხადება. ორივე კარგია, ისიც კარგია და ისიც კარგია. მაშინ იყო ამის სურვილი, ამის სურვილის მიზეზიც ჩანდა. არენდობოდნენ გადაგიძეს და მისგან მართულ ეროვნულ ბანკს. ეხლა ეს კითხვები აღარაა და უარი თქვეს პრინციპში ამაზე ორივე კარგია. ამას გქოსტაგოთ, ანუ თქვენ მიიჩნევთ რომ ეს თქვა ტრაგიკულ შეცდომა ზოგადად რას მიიჩნევთ? ეს არ არის შეცდომა, საერთოდ არავითარი შეცდომა ეს არ ტრაგიკულია და არანაირი შეცდომა არაა. უნდა ჰქონდა ამის უფლება, რომ ამის ინიციირება გაეკეთებინა, პარლამენტში იყო ამაზე. ხო, პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება. ამისთვის ილტვოდა, არაფერი ამაში ცუდი არ იყო. მთავრობის მეოთხე კითხვა სწორედ უკვე და თანმიმდევრული ბოლო 4 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, თანმიმდევრული და არც ერთი სერიოზული შეცდომა არ არის დაშვებული. თუ იცით, აგერ თქვით, ეგ არ არის შეცდომა საერთოდ. ეგ არაა შეცდომა, ეგ არც ერთი არ არის სერიოზული შეცდომა, რასაც თქვენ ამბობთ. როგორც მოვისმინეთ, სავიზო პოლიტიკას პატარა შეცდომად მიიჩნევს ივანიშვილი, ასევე ტრაგედიას ვერ ხედავს იმაში, რომ დღემდე არ გვაქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონი. თან ეს იმ ფონზე, როცა სოფლის მეურნეობის განვითარება ოცნების მთავრობის პრიორიტეტია, უცხოელს კი კანონის არარსებობის გამო ეჭრება გზა გრძელვადიან ინვესტირებაზე იფიქროს. დიახ, და ბუნებრივია და შესაძლოა სწორედ ეს იყო იმის ერთ-ერთი მიზეზიც, რომ მიუხედავად ასე დეკლარირებული სოფლის მეურნეობის პრიორიტეტულობისა და არაერთი მხარდამჭერი სამთავრობო პროგრამებისა, ეს სექტორი ათეულის ბოლოშია პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში და 2015 წელს სოფლის მეურნეობაში მხოლოდ
$15 მილიონი FDI ჩაიდო. ნუ ასევე მართალია ბიძინა ივანიშვილი საერთოდ შეცდომად არ თulis საბანკო ზედამხედველობის შესახებ კანონს, მაგრამ ეს ის კანონია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენის მოლოდინშია, რომლის გამო შეშფოთებული იყო 4 უმსხვილესი საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია, რომელიც იყო ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სავალუტო ფონდის პროგრამის მიმოხილვის ამ დრომდე გაყინვის და რომლის გამოც ქვეყანამ ვერ მიიღო ევროკავშირისგან რამდენიმე მილიონის გრანტი და კრედიტი. ასეა, მაგრამ როგორც ივანიშვილმა მიპასუხა ამ კანონისთვის ილტვოდა პარლამენტი. დღეს კი მისი ორივე ავტორი, ნოდარ ებანოიძეც და თამაზ მეჭიაურიც ოპოზიციაში არიან. მათ თავიანთი მისია შეასრულეს იმ ეკონომისტებმაც, ექსპერტებმა, რომლებიც მეჭიაური ებანოიძის კანონს მხარს უჭერდნენ, მაგრამ დღეს როცა ეროვნული ბანკის მოქმედ პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს მიაჩნია, რომ ზედამხედველობა უნდა იყოს ეროვნულ ბანკში და ასე ფიქრობს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილიც, ჩუმად არიან ის ექსპერტებიც. დუმილის რეჟიმს ინარჩუნებს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარე და სააგენტოს დირექტორიც, რომელთაც არც ანაზღაურება აქვთ და არც სხვა ანაზღაურებადი სამუშაოს დაწყების უფლებამ გარდა საგანმანათლებლო საქმიანობისა. ნუ პირადად ჩემთვის ყველაზე მეტი შეცდომა გულისხმობ ანტიბიზნესურ გადაწყვეტილებებს თუ კანონებს მოდის ოცნების საკანონმდებლო ხელისუფლებაზე, მაგალითად საპოლიციო გამოსახლების წესის აკრძალვის დაკანონება, რაზეც საკუთარი შენიშვნები მთავრობასაც კი ჰქონდა, მაგრამ უშედეგოდ. დღეისათვის კი ეს კანონი საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული. იმედია, შემდეგი მოწვევის პარლამენტარები მეტი პასუხისმგებლობით და პრობიზნესური მიდგომებით იხელმძღვანელებენ ისეთი კანონის ანგნებავთ კანონების მიღებისას, როგორიცაა მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტი, ასევე დეპუტატ გუგული მაღრაძის კანონპროექტი თამბაქოს კონტროლის გამკაცრებაზე, რომელზეც ახლახანს ზუსტად კომენტარი დავით სერგეენკომაც გააკეთა. იმედია, შემდეგი მოწვევის პარლამენტში კანონმდებლები კანონების წერისას წარმოადგენენ რიას, ანუ რეგულირების გავლენის მაგრამ ალბათ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საბოლოო ჯამში ბევრი რამ აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზეც არის დამოკიდებული. ამის მაგალითია გიორგი კვირიკაშვილი, რომლის გაპრემიერების შემდეგ დაჩქარდა და პარლამენტმა დააკანონა ისეთი გადაწყვეტილებები, რაზეც წინა წლებში მხოლოდ ზეპირის საუბრები გვესმოდა. პრობიზნესურ ცვლილებად შეიძლება ასევე თელარა ჩავთვალოთ საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები. კერძოდ ის, რომ საგადასახადო დავის პერიოდში საბანკო ანგარიშზე ყადაღის თემის დადება მოხდება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძირითადი საშუალებების იმპორტი გათავისუფლდა DGG-ს თანხის გადახდისგან, ასევე საგადასახადო კონტროლს განახორციელებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო და ყველაზე მთავარი, მოგების გადასახადის რეფორმა, რომლის თანახმად 2017 წლიდან მხოლოდ განაწილებული მოგება დაიბეგრება. დიახ და რომ შევაჯამოთ, არ ვიცი ეკონომიკაში ტრაგიკულ შეცდომად რას მიიჩნევს ექს-პრემიერი მილიარდერი ივანიშვილი, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ მიერ ჩამოთვლილ საკითხებს ნამდვილად ჰქონდა გავლენა ბიზნეს გარემოსა და მოლოდინებზე და ამას ბიზნესმენებიც დაგვიდასტურებენ. მეც გიდასტურებ, თუმცა თელარა აქვე მინდა ბოლოსკენ ოცნების მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს მონაპოვრად აუცილებლად უნდა ჩავუთვალოთ ისიც, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში თითქმის არ გვესმოდა მთავრობის მხრიდან ბიზნესზე ზეწოლის ფაქტები.